დღეს 4 აპრილს მიუსაფარი ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღეა. არა ცხოველების გენოციდს, სწორედ აი ამ გზავნილით ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან მიუსაფარი ძაღლების მასობრივი და საეჭვო გაუჩინარება დაიწყო. განსაკუთრებული სიმწვავე პროცესმა გორის მუნიციპალური თავშესაფრის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ შეიძინა, რამაც ცხოველების მასობრივი ლიკვიდაციის ეჭვები გაამყარა. დღევანდელ აქციაზე ქარიანი და ცივი ამინდის მიუხედავად ძალიან ბევრი მოქალაქე საკუთარ ცხოველთან ერთად მივიდა. ასევე დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სოლიდარობა გამოუცხადა ცხოველთა დამცველებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან მიუსაფარი ცხოველების გადარჩენისთვის და მათთვის არსებული მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად. საიას განცხადების მცირე ნაწილი მინდა ამოგიკითხოთ. მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანურობის პრინციპებს, რაც გულისხმობს არა ძალადობრივ ან ფორმალურ, არამედ გრძელვადიან, ეთიკურ და ეფექტიან მიდგომას, როგორიცაა მასშტაბური სტერილიზაცია, კასტრაცია, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, თავშესაფრების განვითარება და საზოგადოების ინფორმირებულობა და ამაღლება საზოგადოების ცნობიერების მიუსაფარ ცხოველებთან მომუშავე პირების შესაბამისი კვალიფიკაცია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024-2025 წლებში ქვეყანაში დემონსტრანტების მიმართ სისტემური წამება, არასათანადო მოპყრობა, ეს შემთხვევები განხორციელდა ერთი მხრივ სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი ძალადობა და მეორე მხრივ ამ ფაქტების გამოუძიებლობა კიდევ უფრო აძლიერებს განცდას, რომ იქ სადაც დაცული არ არის ადამიანი, დაუცველია ცხოველიც. ეს იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადების მცირე ფრაგმენტი. დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავიცვეთ ჩვენი უსახლკარო მეგობრების უფლებები, როგორც ყველა სხვა უფლება დარღვეულია ყველა არსების ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ცუგებისთვისაც ურთულესი მდგომარეობა. ბოლო დღეებში ჩვენ ნახეთ სრულიად სულის შემძვრელი ვიდეოები და ეს ისაც მსგავსი რაღაცები რო ხდებოდა უკვე ისეაც გვესმოდა ადამიანებს, ვისაც გვიყვარს ცხოველები და ვინც ზრუნავთ მათზე, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები ვნახეთ და შესაბამისი ორგანოებისგან პასუხად ვისმენთ რაღაც აბსურდებს, გვაბრალებენ, რომ მენტალურად არ ვართ კარგად, ამბობენ, რომ ეს ძაღლები არ დაუხოციათ და არ ტოვებენ სხვაგან, თუმცა, როდესაც კითხვა ისმის, სად არიან მაშინ ეს ძაღლები, გითხარით მაშინ სად ჩამოსვით, ამაზე პასუხი არ არის. მე მხარს უჭერთ ცხოველთამცველთა მიერ ორგანიზებულ აქციას, იმიტომ რომ თვითონაც ცხოველთამცველი ვარ, მე პარტიული როგორ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროფესია დავგარგე ბიოლოგია, ვეტერინარია ან რამე. 98 წლიდან მოყოლებული, ერთ და იგივეს ვითხოვდით ქაღალდზე, თითქოს ეს ყველაფერი დაიწერა მეტნაკლებად, მაგრამ დაიწერა სპეციალურად შესაბამისი ხვრელებით, რომელსაც იყენებენ და 412 განკარგულებით ირაკლი კობახიძის გამოჩნდა რა უნდათ მათ. მათ არ უნდათ სამწუხაროდ საქმის კეთება, სათანადო რაოდენობის ცხოველების სტერილიზაცია, ვაქცინაცია და დაბრუნება პირვანდელ ადგილას, სადაც ყავს გამომკვებავი ადამიანები, ამის დასვლად გადაწყვეტეს, რომ პრობლემა მოაგვაროთ ერთი ხელის მოსმით. საქართველოს მოსახლეობა ითხოვს, რომ სტერილიზაცია, კასტრაციის პროგრამა მიუსაფარი ცხოველების, რომელიც დაიწყო 2025 წლიდან, ჩატარდეს საერთაშორისო ჰუმანური სტანდარტებით, რაც ნიშნავს აიყვანე, გაასტერილე, აცერი და დააბრუნე თავდაპირველ საცხოვრებელ არეალში. ახლა მათ მიყავთ ცხოველები და არათუ არაბრუნებენ საცხოვრებელ არეალში, არამედ უმეტესობა საერთოდ გამქრალია, ათასობით ცხოველი და უბრალოდ ვერ პოულობთ სად არის და რასაც მივაკვლიათ, ისინი დაუსახლებელ ტერიტორიებში, ხრიოკებში, ტყეში ტოვებენ ცხოველებს, სადაც ისინი განწირული არიან სიკვდილისთვის, შიმშილისთვის, წყურვილისთვის.